დღეს ძალიან მოთხოვნად და მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებ, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აინტერესებს, ვინც ფიქრობს პორტუგალიაში საცხოვრებლად გადმოსვლაზე. აიმა პორტუგალიის საიმიგრაციო სერვისი, რომელიც უამრავი მითი და უამრავი ლეგენდა არსებობს, რომ უნდა მოირეცხრა თავიანთ დევს, უნდა გახვიდე ყველა რაუნდში, ბოლოს უნდა დაამარცხო დინოზავრი და ბოლოს შეიძლება გახვიდე ფინალში. ოღონდ ძალიან დიდი ნერვების ფასად გიჩნდება ეს ყველაფერი და დროის ფასადაც, რა თქმა უნდა. მოკლედ, თუ პორტუგალიის საცხოვრებლად ჩამოსვლას ფიქრობთ, ეს ვიდეო აუცილებლად ბოლომდე უნდა ნახოთ, რომ დაახლოებით გქონდეთ წარმოდგენა, თუ რასთან მოგიწევთ შეჯახება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამატებით რაიმე კითხვები და გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარი და აუცილებლად ჩავწერ უფრო დეტალურ ვიდეოს. მოკლედ, დღე იწყება დაახლოებით დილის 6:30-ზე 5 საათზე, რომ ავდგე, მოვწესრიგდე და წავიდე და ჩავდგე უშველებელ რიგში. ვინც მე ვიცნობთ, იცის როგორ მიყვარს ქუთაისური იუმორი და თქვენი აზრით რას უნდა ვუყურებდე დილის 6 საათზე, მაშინ, როდესაც საიმიგრაციო საბუთებზე წასასვლელად ვემზადებ. რა თქმა უნდა, პორტული იმიჯი შექმნა სტილს და რაც შეიძლება. ჩახა შემოვლე. ეს იყო ყველაზე ვიდეო, რაც ნახე, იმიტომ რომ ხელი ჩემი ქუთაისში ცხოვრების წლები გამახსენდა. რა ჯანდაბად არ აღებენ ამ კარს გამაგებინონ, უკვე 7 საათიც არის და 8:30-იც. მოკლედ დღეს ავხვრით დილის 6:30-ზე, ამიტომ სახე ადამიანს არ გავარ. უკვე დაახლოებით 7:30-ზე ვიყავი საიმიგრაციოსთან და ველოდებით რომ გააღონ კარი და შეგვიშვან. ანუ საიმიგრაციაში ხო იმოდენი ხალხია ხოლმე რიგში, რომ ხალხი მთელ ღამეს ათენებს, რომ დილით შესვლა მოასწროს. და მე, ანუ საიმიგრაციო იღება 7 საათზე. მე ვიყავი მოსული 7:30-ზე. სიაში ვარ 70-ე. ახლა თუ ვერ შევედი, მე ხამის გათანაება მომიწევს ალბათ აქ რო შევიდე. ნუ ხამის არ გავათანებ, მაგრამ 5 საათზე მაინც მოვა. და ახლა ველოდებით რომ უნდა შეგვიშვან, ველოდებით ჩემს რიგს. რო შევა რაღაც დრამა უნდა დავდგო და მოვატყურო საქართველოს უნდა წავიდე, ოპერაცია უნდა გავიკეთო, ან რამა ეგეთი უნდა მოვატყურო, მაგრამ ესენი თუ არ დააჩქარე, ისე კიდე გადამიდებენ ამ შეხვედრას. და მე ამ შეხვედრაზე ვარ დამოკიდებული, იმიტომ რომ სანამ შეხვედრა არ მექნება, ვერ დავტოვებ ქვეყანას, იმიტომ რომ დავტოვებ ქვეყანა, მე უკან ვეღარ შემოვალ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მალე ჩამინიშნო. და საერთოდ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საელჩომ ვიზა რო ჩამერტყა, თან მომცა წერილი. და მითხრა რომ ჩაგინიშნეთო შეხვედრა აიმაშიო. და ნუ ბედნიერი ვიყავი, რომ მეთქი აი ამ ყველაფერს ავწდი და შეხვედრა ჩამინიშნეს და არ მომიწევს მაგ რიგში დგომა და რაღაცები და მე რაღაც საქმეზე ვიყავი მოსული და მითხრეს რომ არაფერი შეხვედრა გაქვს ჩანიშნულიო, სიაში არ ხარო და უნდა მოაწესრიგო ეს ყველაფერი. და მეთქი ნუ რას მეუნებით თქვი ახლა თქვა, აგერ ვანახე ყველაფერი. ვანახე საელჩოს წერილი, ვანახე ლინკი, სადაც წერია რომ ამა და ამ დღეს ამა და ამ საათზე მაქვს შეხვედრა. ყველაფერი, ანუ ონლაინ ლინკი ვანახე და არა, არ არის სწორია ესო. ანუ ხალხმა ნერვი აღარ ხალხმა აი, არ ვიცი. ხო, დავერეკე საქართველოს საელჩოში. ნუ აი ეგენი ხო საერთოდ კლდარზე ვენოკი. დავერეკე საქართველოს საელჩოში, იმიტომ რომ მაინტერესებდა, რომ ანუ ის კი არა რომ შეხვედრა ჩამინიშნეთ, ის კი არა რომ რაღაცა ვიცი, რომ რაღაცა თავიანთ ვალდებულებებს არ გადაკვეთავენ და ვერ გადაკვეთავენ. ვიცი ეგ. ანუ რაღაცა ციდან ის ხო არა რომ რაღაცა ციდან ჩამოფრენილი. დავერეკე საქართველოს საელჩოში, რომ მაინტერესდა პრაქტიკა როგორ იყო რა. ჯერ ხომ სტაჟიერმა მიპასუხა. ნუ ახლა სტაჟიორების მიმართ არანაირი პრეტის არ მაქვს, ნეგატიური დამოკიდებულება, მეც ბევრი წელი სტაჟიორი ვიყავ და რაღაცა ეგ არაფერი არ არის. მაგრამ ნუ სტაჟიორს ვთხოვე რომ გეხოცებ თუ შეიძლება თქო რომ გამასაუბრო თქო ადამიანს თქო რომელიც უფრო დიდი ხანია მანდ მუშაობს თქო რა. და კარგიო სტაჟიორმაც. ხო და მოდის მე რამდენიმე წუთში უკან და იცით რა? მეილი მოგწერე და მეილით გიპასუხებთ. ან რა თავხედია ის ვიღაცა, ანუ სტაჟიორსაც არ მაქვს ლაპარაკი. აი ეს ვიღაცა რა თავხედია, რომ ტელეფონზე ურეკავს მოქალაქე რომელიც პასუხით მაგის ვალდებულება არის და მაგაში იღებს ფულს. და მეილი მომწერო და მეილით ვუპასუხებ, ანუ დებილი ვარ, მეილს რომ აწერინებ, ანუ არ ვიცი ეგ რა ტაქტიკაა, თავიდან მოშორების თუ ანუ რა გონია მაგას რომ ხო და ანუ მე კაი თქო რა, ეხლა თქვენ გამოგეკეცით იქიდან თქო გულში ვფიქრობ და ისე თქვენთან საქმის დაწერილას ისე ვჯობია აი ამ პორტუგალიელებს შევეჯახოთ ხო. კიდევ ერთხელ ვიძახ, მე სტაჟიორზე არაფერს არ ვამბობ. მე ვამბობ აი იმ ადამიანზე, რომელიც მანდ მუშაობს, რომელიც ხელფასი იღებს იმაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე ურეკავს, უპასუხოს. ანუ და კიდევ ერთხელ ვიმარებ, მე საქართველოს საელჩო და საერთოდ არ ვითხოვდი, რომ ვიზიტი ჩაენიშნა, მაგრამ მაინტერესებდა თუ იცოდნენ ასეთ შემთხვევაში რა ხდებოდა და მაინტერესებდა თუ იცოდნენ, როდესაც პორტუგალიის საელჩომ ჩამინიშნა შეხვედრა. და მე ეს პორტუგალიაში მივხვდები რომ შეხვედრა არ გაქვსო, ანუ რამე თუ იცოდნენ ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება და გამეკეთებინა. თუ არ იცოდნენ, არაც პასუხია, ხო? აი მეილი მომწერე და მე გიპასუხებთ. აი გუთხრან იმაც. კოცების ამომრჩევ.
7 საათიდან რიგში მდგომს დაახლოებით 11-12 საათისკენ მომიწია შესვლა. ისე უპასუხოდ გამომიშვეს და მითხრეს, რომ მაისის ბოლოს ისევ მისულიყავი და გადამომეწმებინა ინფორმაცია. და მოკლედ, ისე მოთმინება რომ ხელებში მეჭირა ისეთი წამოვედი იქიდან და დავაწექი გზას პირდაპირ ჩემს მეგობარ ჟოავსთან, რომელიც ცხოვრობს ოკეანესთან და განტვირთვის მიზნით წავედი მასთან, რომ დაგველი აყავა. Café con leite? Café con leite, okay. Café con leite pequeno ou grande? Grande? Small, middle. It's not Not American? espresso. American. Yes. American. Okay. Come late, same late. So, Anything to eat? They have some sweets? Sweets. Yeah. Sobremesa? sobremesa eu მივირთმევთ ახლა ყავას და მე ჟოამ თავისი მეგობარი უნდა გამოცნოს უკრაინელი. Let's see.